მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეიდან ვიწყებ უენოს სალამურის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსს. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ვიდეოები ჩამეწერა და გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ახალგაზრდებში გაჩნდა დაინტერესებას და გარკვეული მოთხოვნილებაც უენო სალამურის შესწავლის, გადავწყვიტე ეტაპობრივად გაგიზიაროთ ჩემი აქამდე მიღებული გამოცდილება, ჯერ უშუალოდ დავიწყებ საუბარს უენო სალამურის დამზადების შესახებ, თქვათ, როგორ მოამზადოთ, რა სტანდარტი და რა ბგერათრიგი შეიძლება ჰქონდეს უენო სალამურს. ასევე შემდგომ განვიხილავ დეტალურად შემდგომ ვიდეოებში საომავლოდ საშემსრულებლო ტექნიკას, როგორ ასრულებდნენ, რა ტექნიკას იყენებდნენ, როგორ უნდა ვივარჯიშოთ და გამოვიმუშავოთ გარკვეული უნარები შევასრულოთ უენო სალამურზე. და ამის შემდგომ განვათავსებ უენო სალამურზე დასაკრავი მელოდიების ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც დავამუშავე არქივში დაცული სხვადასხვა ჩანაწერები. დავსვათ პირველი შეკითხვა. რა ზომების და რა ბგერათრიგის უნდა იყოს უენო სალამური? ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით, როგორც ერთგვარი სტანდარტი, ავიღე ფირუზ ალიაშვილის უენო სალამურის ბგერათრიგი. უშუალოდ ფირუზ ალიაშვილის სალამური არ შემოგჩა, მაგრამ შემოგჩა ჩანაწერები, რომლებიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი და სავსებით შესაძლებელია მათი ბგერათრიგის დადგენა და ამ ბგერათრიგის საფუძველზე კიდე თავად სალამურის ზომების დადგენა. ფირუზ ალიაშვილის უენო სალამურს გააჩნდა შემდგომი ბგერები. ესე იგი, ყველაზე დაბალი იყო 350 ჰერცი. შემდგომ მოდის 391 ჰერცი. შემდგომ მოდის 431 ჰერცი. შემდგომ მოდის 470 ჰერცი. 525 ჰერცი. 590 ჰერცი. 645 ჰერცი და 692 ჰერცი. ჩემი პირადი კვლევების საფუძველზე გავაკეთე ორი სხვადასხვა ზომის უენო სალამური, რომლებიც გვაძლევენ ფირუზ ალიაშვილის ბგერათრიგს. პირველი უენო სალამური, ეხლა დღეში მიჭირავს, შიდა დიამეტრი არის 14 მმ, ხოლო ამისი 18 მმ. აქვე ვახსენებ, რომ თითოეული ბგერა დამოკიდებულია ტუჩის ღიაობაზე და გადახრის კუთხეზე და ჰაერის სიმძლავრეზე. აღნიშნული ბგერათრიგი მიიღება კონკრეტულ გადახრაზე და კონკრეტულ ტუჩის ღიაობაზე. ანუ ეს სალამურის ზომა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იგივე ბგერები მივიღოთ, რაც გააჩნდა ფირუზ ალიაშვილის უენო სალამურს, ოღონდ კონკრეტულ პოზიციაზე. ახლა უშუალოდ ზომებს გაგიზიარებთ. სრული სიგრძე არის 46 სანტიმეტრი, ანუ 460 მილიმეტრი. დავუყვეთ. ყველაზე ქვემოთა თვალი. ესე იგი, ცენტრი არის 384. შემდგომი ბოლოდან მეორე 344 მილიმეტრი. შემდგომი 306 მილიმეტრი. შემდგომი მოდის 268 მილიმეტრი. კიდე ბოლოდან მეორე არის 228 მილიმეტრი და ყველაზე ზემოთა თვალი არის 180
13 მილიმეტრი დაშორება ცენტრს შორის დაშორებები ჩამოთვალე. ასევე უკანა მხრიდან პირველსა და მეორეს შორის ჩასაბერი თავიდან დაშორება არის 213 მილიმეტრი. 212-213 ესე დაახლოებით. აქვე აღნიშნავ, რომ ამ უენო სალამურზე თვლების დიამეტრი არის 6 მილიმეტრი. მეორე ფირუზისეული უენო სალამურის სიგრძეებია შემდეგი. სრული სიგრძე არის 430 მილიმეტრი. ცენტრებს შორის დაშორებები, ესე იგი ჩასაბერი თავიდან ცენტრებს შორის დაშორება დავიწყებ. ყველაზე ქვედა თვალი არის 356. შემდგომ მოდის 317. ქვემოდან მესამე თვალი 282. შემდგომი თვალი 257. ზემოთ და ბოლოდან მეორე ზემოთ 210 ზუსტად და ყველაზე მაღალი თვალი არის 172, 173 ესე დაახლოებით. და მეორე მხარეს პირველსა და მეორეს შორის ქვემოდან თვლის დაშორებაა 186. ამ უენო სალამურზე უშუალოდ თვლის დიამეტრი არის 8 მილიმეტრი. შიდა კიდევ 18 მილიმეტრი. დავსვათ შეკითხვა, რა მასალისგან გავაკეთოთ უენო სალამური. იდეალური შემთხვევაში შეგიძლიათ ოსტატს დაამზადებინოთ უშუალოდ ჩემს მიერ მოცემული ზომების მიხედვით. ასევე იდეალურ შემთხვევაში ალუმინისგან გააკეთოთ. ალუმინის ორგვარი მილი გამოგადგებათ 14 მილიმეტრიანი და 18 მილიმეტრიანი დიამეტრით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის მილი, მთავარია შიდა დიამეტრი ქონდეს შესაბამისი, ისეთი ძლიერი ხმა არ იქნება. ასევე იდეალურია ლერწამი, მთავარია შესაბამისი დიამეტრი ქონდეს და კარგად იყოს შიგნიდან გასუფთავებული. და ასევე ნებისმიერი მილის ფორმის მქონე რკინას გამოდგება. მაგალითად ეს სალამური დავამზადე კედლის საწმენდი ჯოხისაგან და საკმაოდ კარგი ხმა აქვს. დღევანდელი ჩემი ვიდეო ეს იყო. იმედი მაქვს საინტერესო იყო. შემდგომ უშუალოდ გადავალ ჩაბერვის ტექნიკაზე და დასაკრავ მელოდიებზე. თქვენი აქტივობა და თქვენი მოწონება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთგვარი სტიმული არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის და თვალყურს ადევნებთ შემდგომ ვიდეოებსაც.